საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და ტრადიციულად თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა Art Express-ი. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და დღეს ჩვეულებრივ ვეღარ ვისაუბრებთ იმაზე, რაც ხდება ხელოვნებისა და კულტურის სფეროში, რადგან გამორჩეული მოვლენები ამ თვალსაზრისით ვერ გვექნება გამომდინარე იქედან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც ყველასთვის არის ცნობილი, ევროინტეგრაციის კურსის გადახვევის გამო დაიწყო აქციები, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება და ამ აქციების პარალელურად გვყავს უამრავი პატიმარი და უამრავი დასახიჩრებული ადამიანი, რაც საგულისხმოა ამ ადამიანთა შორის უამრავი წარმომადგენელია ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან, ზოგი მათგანი დაპატიმრებულია, ზოგი კიდევ ნაცემი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სოლიდარობა გამოვხატო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის მიმართ, რომლებიც ამჯერად დაპატიმრებული არიან და ხვალ 2:30-ზე სასამართლოზე უკვე გამოცხადდება მათ მიერ როგორი და რა ზომა იქნება მიღებული. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყოველი 24 საათი, რომელსაც ახალგაზრდები და დეკანი ატარებს საპყრობილეში, იზოლატორში, ეს არის მათი შემოქმედებითი ცხოვრებისთვის დაკარგული ყოველი წუთი, ისე როგორც ყველა ადამიანისთვის. მაშ ასე დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და გავიგებთ რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს. ახლა კი ვაგრძელებთ გადაცემას, საუბრობთ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ მოვლენების ფონზე ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების ნაწილი გაიფიცა, ნაწილი მსახიობების არ უერთდება გაფიცვის პროცესს, მაგრამ ბუნებრივია, სპექტაკლები თავისთავად არ გაიმართება, იქედან გამომდინარე, რაც რომ ყველა მსახიობი თითქმის დაკავებულია სხვადასხვა სპექტაკლში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იყო დღეს სტუმრად ყოლოდა ის ადამიანები, რომლებიც შეუერთდნენ გაფიცვას და ის ადამიანები, რომლებიც გაფიცვის წინააღმდეგი არიან, თუმცა ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად მხოლოდ ერთი ადამიანის დათანხმება მოვახერხეთ ამ ეტაპზე გამომდინარე გარკვეული სუბიექტური და ობიექტური პირობებიდან მსახიობთა ნაწილი დღეს გადაცემაში ვერ მოვიდა, თუმცა ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. აქვე გეტყვით, რომ ქონდა კავშირი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბატონ ალექსანდრე ქანთარიასთან, რომელიც ამჟამად არ არის ბათუმში და გითხრა, რომ ყოფილიყო ბათუმში, აუცილებლად მოვიდოდა გადაცემაში. ჩვენ მას ვთხოვეთ და ის დაგვთანხმდა მაყურებლისთვის გაგვეცნო ის 2 პოსტი, რომელიც მან 2 და 3 დეკემბერს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ამიტომ მე ხა წაგიკითხავთ მისი ნებართვით ამ ტექსტებს. გუშინ გავრცელდა პროვოკაციული განცხადება ბათუმის დრამატული თეატრის გაფიცვის შესახებ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვინდოდა თეატრ შეფერხების გარეშე ემუშავა და მიუხედავად დაძაბული ფონისა, მაინც შეგვესრულებინა ჩვენი პროფესიული მოვალეობა, მაგრამ მოსალოდნელი პროვოკაციების და ობსტრუქციის გამო, რაც აღმოჩნდა, რომ სავსებით რეალურია, გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს გაფიცვას. თუ რომელიმე თეატრის მუშაკთაგან გონია, რომ გაფიცულია, ეს მისი სერიოზული პროფესიული პრობლემაა და დარჩეს გაფიცვლა. თეატრის ხელმძღვანელობა კი ბოდიშს უხდის მაყურებელს უხერხულობისთვის და პირდება, რომ უახლოეს ხანში ჩვეული რეჟიმით გააგრძელებს მუშაობას. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ქანთარია. აქვე წაგიკითხავთ მეორე წერილს, მიმართავთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს ქვეყანაში შექმნილ ბოლოდროინდელ სამწუხარო პროცესებზე. მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს მაქვს ჩემი მყარი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებ არა თეატრის გვერდზე, არამედ სხვა საჯარო სივრცეში. ისევე როგორც ჩვენ მსახიობებს და თანამშრომლებს შეუძლიათ მშვიდობიანად პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ თეატრის გარეთ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. რაც შეეხება თეატრს და ჩვენს მაყურებელს, ის არასდროს არის ერთგვაროვანი და ერთი პოლიტიკური გემოვნების მქონე. ჩვენთვის ყველა ძვირფასია განურჩევლად მათი პოლიტიკური მწამსისა და შეხედულების. ამიტომ ჩემთვის, როგორც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების ერთი ნაწილის სოლიდარობის ნიშნად სახელმწიფო თეატრის გაფიცვა, რაც ჩემი აზრით არის იმ საზოგადოების უპატივცემულობა, ვისაც სურს სპექტაკლების ნახვა. ან რამდენხანს უნდა გავიფიცოთ და რატომ? როგორც ამას სოციალური ქსელებიდან ზოგიერთი ჩვენი მოყვარე ბრჭყალებში მიგვანიშნებს, რამდენიმე წლის წინ ეგრეთ წოდებული ყვითელჟილეტიანები არ ბევდნენ პარიზის უბნებს, მაგრამ თეატრებს არ შეურჩევიათ წარმოდგენები. იგივე იყო თანამედროვე ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. სპექტაკლების შეჩერება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა საზოგადოების, ესე იგი თქვენი ინტერესი არ არის, ან
და ისეთი საგანგებო ვითარდება შექმნილი, რომ ის სიტუაციიდან გამომდინარე მაყურებლის თეატრში მისვლა ხიფათი შემცველია. ამდენად ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სანამ მაყურებლის ინტერესია დაესწროს წარმოდგინებს და ეს ინტერესი არ კლებულობს, ვალდებულია გააგრძელოს საზოგადოების, ესე იგი თქვენ სამსახურში ყოფნა. ეს გახლავთ ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას პოზიცია. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს მეგი კობალაძეს, რომელიც თბილისიდან ჩაგვერთვება. მეგი, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ ახლახან გავაცანით მაყურებელს ბატონი ნუყრი ქანთარიას მიმართვა. ეს ორი მიმართვა გამოქვეყნდა თეატრის ვებგვერდზე. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს სურათი, როცა მსახიობთა ერთი ნაწილი არის გაჩერებული და მეორე ნაწილი არის გაფიცული. აი თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ, როგორია ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების პოზიცია. კი, ხა თუნდა აუცილებლად მოგახსენებ, უბრალოდ პირველ რიგში შემოგიერთდები მეც და ჩემი სოლიდარობა მამუკას და სტუდენტებს, ვინც ახლა უსამართლოდ არიან დაჭერილები. ხო, შემდეგ შენ გინდოდა გაფიცული მსახიობების პოზიცია დამიფიქსირებინა. ეს პოზიცია დაფიქსირდა სოციალურ ქსელში, უბრალოდ აღარ წავიკითხე, რახან აქ ხარ წარმოდგენილი. ასე გეტყვი. ხო, ჩვენ არა მარტო მსახიობები და დასის ნაწილი, არამედ ტექნიკური ჯგუფიც შემოგვიერთა კი არა და ერთად გავიფიცეთ. ყველანი ვართ, თუ არ ვცდები 54 ადამიანი, რაც მგონია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჯერჯერობით. სამწუხაროდ ამაზე მეტი არ არის, თორემ უფრო მეცაც ვისურვებდი. მაგრამ როგორც მე ვიცი, სახელმწიფო თეატრებიდან ყველაზე მეტნი ვართ ჩვენ. ბათუმის თეატრიდან თუ არ ვცდები. და ხო ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ ესეთი ძალადობა არ დასრულდება, სანამ არ შეწყდება ადამიანების დაჭერა, გატაცება, ძალადობა და ყველაფერი ეს რაღაც ჯოჯოხეთი, რაც დღეს გარეთ ხდება და ამის არის ყურება ჩვენთვის აუტანელია ეხლა ნამდვილად იმის დროა, რომ ყველა შეგნებული ადამიანი და ხელოვანი გაიფიცოს. ძალიან დიდი მადლობა. მეგი, რეალურად ეს არის ალბათ ყველას სათქმელი იმ ადამიანების, რომელიც არის გაფიცული და მე ვფიქრობ იმ ადამიანებისაც, რომლებიც არ წერია გაფიცულთა სიაში, იმიტომ რომ ის ძალადობა ნამდვილად ძალიან რთული საყურებელი და ძალიან რთული აღსაქმელია საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე იყო ჩვენთან ერთად. რაიმეს დამატება ხო არ გინდა? ხო, მინდა რომ პირველ რიგში არ მინდა რომ გამომრჩეს ვინმე და აუცილებლად გამორჩება იმდენია რაოდენობა. დაიჭირეს ჩვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე და დაიჭერეს ბევრი ადამიანი უსამართლოდ. და მინდა რომ ამათაც ყველა იმ ადამიანს, ვინც ესე უსამართლოდ დაჭერილი, გალახული, დაზიანებულია საავადმყოფოებში, სახლებში არის ყველგან, სადაც არიან, მინდა რომ ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო და მთელი თეატრის სახელით მათ მინდა რომ ვუთხრა რომ ჩვენ ყოველთვის ის ადამიანები, ვინ ჯერჯერობით არ ვართ გალახული, დაჭერილი, დავდგებით და არ გავჩუმდებით და ვიქნებით მათ გვერდით ყველანაირად რითაც შეგვეძლება. ძალიან დიდი მადლობა. მეგი კობალაძე, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გვერთვებოდა თბილისიდან. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ბუნებრივია ჩვენი ეთერი ღია იმ ადამიანებისთვის, ყოველთვის ვისაც აქვს აზრის დაფიქსირების სურვილი, აზრის გამოხატვის საშუალება. გახლავთ ეს სტუდია, ის ღია ყველასთვის, ნებისმიერი პოზიციის და ნებისმიერი აზრის ადამიანისთვის და ჩვენ სიამოვნებით დავუთმოთ ყველა მათგანს ეთერს, როცა მათი სურვილი იქნება და ეს სურვილი ნათლად იყო გამოხატული გასულ კვირას, სწორედ როცა ღია ეთერების სასწრაფოდ გახსნაზე იყო საუბარი. ჩვენ მზად ვართ თქვენ გიმასპინძლოთ, ეთერში ვაგრძელებთ გადაცემას. ბუნებრივია, რომ პროტესტის ტალღა არსებობს და ამას ყველა კარგად ვხედავთ. ხელოვანი ადამიანები განსაკუთრებულად სენსიტიურები არიან, მოგეხსენებათ, მათთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის, ისე როგორც ზოგადად ყველა ადამიანისთვის ამ ყველაფრის შორიდან
თავიდან ყურება და ეს ადამიანები ჩართული არიან ამ პროცესებში. თუ კი გადავხედავთ აქციების არეალს, ნახავთ რომ იქ ბევრი ბათუმელი მხატვარი, მსახიობი, მუსიკოსი არის მათ შორის, თუმცა ყველა მათგანი დღეს ვერ ახერხებს სტუდიაში მოსვლას. ჩვენთან არის მაია ჭყონია, მხატვარი, რომელიც გამოხატავს ამ ადამიანების პოზიციას და რეალურად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას იმ მოვლენების მიმართ, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. მოგესალმებით. მე წარმოვადგენ ჩემ თანამოაზრეთა გუნდს, ესე ვთქვათ, ვიცით უკვე ეს დღეები ავხედავთ, რომ საზოგადოება არის ორად გახლეჩილი და საერთოდ ყველამ ვიცით უკვე რა წარმოშობს პროტესტს, ხო ასეა? დიახ. ჩვენ ეს უკვე იმდენი წელი გამოვიარეთ, იმდენი წელია მოვდივართ ამის ფონზე, ესე ვთქვათ, რომ რაღაცა კი ხდება ხოლმე რაღაც თითქოს პერიოდები, როცა არის სიმშვიდე რაღაცა, მაგრამ აი მე პირადად როგორც ადამიანს, რომელმაც 9 აპრილიდან დავიწყე, ესე ვთქვათ, ესეთი ჩაბმა და აქტიურობა, ძალიან არ მიყვარს ამის ხსენება, რომ ორსული ვიდექი მაშინ 9 აპრილის აქციაზე, თუმცა მაშინ კარგადაც არ ვიცოდით რა მოხდებოდა, არავინ ელოდა როგორ გაგვწირავდნენ ჩვენ. უფლისწყალობით გადავრჩი და მე მჯეროდა, რომ ნამდვილად მალე მოვიდოდა ის საქართველო და ის იმ ქვეყანაში მომიწევდა ცხოვრება, სადაც აღარც უსამართლობა იქნებოდა, აღარც ორმხარედ გაყოფილი, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ რა მოყვა ორმხარედ გახლეჩილ საქართველოს, ხო? და შემდეგ ამ ეტაპებად მოდიოდა ეს, რომ ხან ჩვენს რეგიონში იყო ხან ასლანის პერიოდი, შემდეგ იყო მიშას პერიოდი, შემდეგ მოვიდა ეს პერიოდი და რაღაცა ყოველთვის ესია, რომ რაღაცა დიდი სჭირდება ხალხის აღელვება. ნუ აქამდე მიდის ყოველთვის საქმე, რომ მოხდეს რაღაცა ესეთი გაუგებრობა და გახლეჩა, ხო, საზოგადოების. ეს არავის არ უნდა. მე არ ვიცი, თუ ვინმეს უნდა ეს რაც ხდება, მე ვფიქრობ, აქამდე არ უნდა მიიყვანოს არც ერთმა ხელისუფლებამ ხალხი, რომ მოხდეს ასეთი არეულობა და მე ნამდვილად ორივე მხარეს, როგორ გითხრათ, არიან ჩვენები, ხო? რო გითხრათ, რომ ნამდვილად ყველაფერი მომწონს აჯანყებულების, ეს არ იქნება სიმართლე და ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს უსაფუძვლოა ყველაფერი, რაც ხდება. მოკლედ, თავარი ეს არის, რომ სახელმწიფომ უნდა დაგვანახოს, რომ რაც კეთდება არის სამართლიანი. ჩვენ ეხლა ცოტა ხანი შევჩერდებით, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით, ხელოვანები სენსიტიური ადამიანები არიან თქო და განსაკუთრებული ფასი აქვს ხოლმე მათ სიტყვას, ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა და ერთი ჩართვა კიდე მოვისმინოთ, ერთ მომენტს გაუსვა ხაზი ხელოვანის განვითარებისთვის. ინტეგრირების პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი, ხო? განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, თუ მათ არ აქვთ გაცვლის, გამოცდილების გაცვლის, ახალი გამოცდილების შეძენის საშუალება, პრაქტიკულად ისინი ერთ ადგილზე არიან და ვერ ვითარდებიან და ამიტომ ერთ-ერთი მუხტი ხელოვანთა ასეთი ძალიან გააქტიურებული პროტესტის ესეც გახლავთ, ხო? აქვე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს გადაცემაში არის რუბრიკა ქართველი ხელოვანები უცხოეთში, რომელიც მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნაწილია, განსაკუთრებული ნაწილი ამ გადაცემის და სულ ახლახან რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ქართველ ხელოვანთა, უпростоრად ქართველ მუსიკოსთა საპროტესტო წერილი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, სადღაც 400-მდე ადამიანი აწერდა ამ წერილს ხელს და ამ რუბრიკას მასპინძლობთ ჩვენ ახლაც. ჩვენი სტუმარი გახლავთ ნატო გაბუნია, რომელიც ამსტერდამიდან ჩაგვერთვება, მე ვიოლინე, რომელიც ბოლო ხანს სოლო კარიერით არის დაკავებული და ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ამ სოლო კარიერაზე ჩვენ უკვე სხვა გადაცემაში, როცა სხვა მოცემულობა გვექნება, მაშინ ვისაუბრებთ. ნატო, საღამო მშვიდობის. საღამოშვიდობის, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ესეთი ერთად დგომისთვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს უცხოეთში მოღვაწეობს. აი თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ გაგვიზიაროთ იმ წერილის საფუძველზე, რომელიც გამოქვეყნდა.
კი ბატონო, ჯერთი ერთად დგომას რაც შეეხება, უნდა ვთქვა, რომ ბილეთი მაქვს აღებული და ვაპირებ, რომ ფიზიკურადაც ერთად ვიდგეთ და რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი, ან უბრალოდ არ ვიცი, ვის ქვია ემიგრანტი და ვის უბრალოდ დროებით უცხოეთში მყოფი, მაგრამ ან სტუდენტი, მოკლედ, ვინც უცხოეთშია, ახლა ილტვის საქართველოსკენს და ხშირად გვესმის ეს ნიშნის მოგებით ნათქვამი, რომ თქვენ მანდა ხართ, თქვენ არ იცით, მაქედან ადვილია ამის თქმა, ჩამოვბრძანდით, აქ იყავით, ყველანი ვაპირებთ და ყველანი შეძლებს დაგვარად ჩამოვდივართ. და ეს ემიგრაციაც თუ კი ვინმეზე გასაბრაზებელია, მართალი რომ ვთქვათ, რომ ამდენი ემიგრანტია ახლა და ყველა არ არის კარგი ცხოვრებისთვის იქ წასული და ყველა არ არის რაღაც ძალიან შეძლებული და ბედნიერი აქ. და ყველა მუსიკოსი კარიერაზეც ვერ ფიქრობს ემიგრაციაში, რამდენადაც ვიცი. ძალიან ბევრი უბრალოდ საბერძნეთის რაღაც პატარა სოფელში მოხუც ადამიანს უვლის და იმან აზღაურებით თავის ოჯახს არჩენს. ამიტომ იმ ემიგრანტებზე გაბრაზება, რომ რატო ხართ მანდ, მე მგონი უადგილოა, მე მგონი ჯობია იმაზე გავბრაზდეთ, ვინც ესეთი ვითარება შექმნა, რომ ასეთი უზარმაზარი ტალღა იძულებული ემიგრაციის. მან რომ კარგი ნორმალური ცხოვრება რო იყოს, ნორმალური ადამიანური ადაზღაურება, მაშინ რა ვიცი, ალბათ ამდენი ემიგრანტიც არ იქნებოდა და ჩვენს უფრო ხშირად მანდ ვიქნებოდით. და ქართულ მუსიკალურ კულტურას გაცილებით უფრო ფართო ასპარეზი ექნებოდა. დღესაც ძალიან ცნობილია ქართველი მუსიკოსები უცხოეთში, ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ სულ სხვა, როცა ეს ხალხი ადგილზე ყავს და აქედან აკეთებენ შენი ქვეყნის პოპულარიზაციას. რა თქმა უნდა. აქ გეოგრაფიასაც აქვს მნიშვნელობა, ახლა ვისაც ძალიან დატვირთული კარიერა აქვს, ის სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, არგენტინელიც რომ იყოს, ან ამერიკელიც ხშირად ევროპაში ცხოვრობს ხოლმე, იმიტომ რომ აქედან ყველაფერი ახლოა და როდესაც მაგალითად, არ ვიცი, ხატია ბუნიათაშვილივით კარიერა გაქვს, ყოველ მესამე დღეს რომ კონცერტი გაქვს, იქ საქართველოში ცხოვრება ისედაც და გეოგრაფიულადაც შეუძლებელი არის თავისთავად. ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, ამდენი მუსიკოსი რომ ევროპაშია, იმიტომ და კარგად თქვით, რომ აქედან ყველაფერი ახლოს არის, სწორედ აქეთ ილტვის ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა უმრავლესობა, იმიტომ რომ აი ეს ახლო ურთიერთობები და ინტეგრირებული ურთიერთობები სხვადასხვა კულტურებთან არის ის, რაც რეალურად შემოქმედის საბოლოოდ სახის ფორმირებაზე გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა და უნდა დამერწმუნდეთ, რომ ყველანი ვილტვით მაინც ბოლო-ბოლო ყველა საქართველოში გვინდა და შევნატრით საქართველოს და გვინდა რომ ისეთი სიტუაცია იყოს და ისეთ თანამეგობრობაში ცხოვრობდეს საქართველოს, სადაც მონსტრი რუსეთისგან დაცული იქნება, სადაც დემოკრატია აშენდება და ლამაზი ქვეყანა გვექნება და ყველანი აქეთ ამისკენ მივივტვით და ვისაც რა შეუძლია, იმით შეგვაქვს ამაში წვლილი, ზოგი იქიდან და ზოგი აქედან. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ხელოვანთა წვლილი მართლა ძალიან დიდია დღეს, ზოგადად ყველა სიტუაციაში და დღეს მით უმეტეს, აი თქვენც ბრძანეთ, რომ აპირებთ ჩამოსვლას და აქ ყოფნას და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, ეს მართლა განსაკუთრებული მხარდაჭერა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კი, ჩემს შვილს ვთხოვე, ვაჟიშვილი მყავს 22 წლის და ვთხოვე, ვკითხე, სად არის შენი მყინთავის სათვალე, უნდა თან წავიღობეთ. ჰოლანდიელია ნახევრად, აქ აზრდილია და ეხლა მისთვის ამის წამოდგენა, რომ დედამისი მიდის თავის სამშობლოში და სჭირდება მყინთავის სათვალე, იმისთვის რომ თავი დაიცვას გაზისგან. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასეთი ვითარებაა და თავი უნდა დავიცვათ. ძალიან დიდი მადლობა, ნატო, პრაქტიკულად კონკრეტულად სასაუბრო არც არაფერია, გელოდებით საქართველოში და ველოდები იმ დროს, როცა ჩვენ შევძლებთ უკვე თქვენ შემოქმედებაზე საუბარს და მე ვფიქრობ ეს დღე მალე მოვა. იმედი გვაქვს და ამისთვის ვიბრძვით ყველას როგორც შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა. ძირს რუსეთი და წინ ევროპისკენ. დიდი მადლობა, ნატო გაბუნია, მე ვიოლინე გახდა ჩვენი სტუმარი, ის ამსტერდამიდან გვერდთვებოდა ნახვამდის. ვაგრძელებთ მაიასთან საუბარს, აი ზუსტად ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ამ წუთას ქვეყანაში ამ ეტაპზე, ხელოვანთა მხრიდან მათი აღქმა არის ძალიან
ფაქიზი მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც ესეთი ფონია ძალიან აგრესიული და ძალიან მძიმე დამოკიდებულებების და რატო ვამბობ ასე ყოველ ეტაპზე, როცა საუბარია იმაზე, რომ ხელოვნება შორს არის პოლიტიკისგან, ყოველ ეტაპზე და ყოველ ნაბიჯზე ვწუნდებით, რომ ეს ასე არ არის, ხელოვნება პოლიტიკის ნაყოფია რეალურად, თუ გადავხედავთ ისტორიას, შეიძლება ის პირდაპირ არ ასახავდეს დაუშვათ კონკრეტულ მოვლენას, ვის უპირისპირდებოდა, მაგრამ ის განწყობა, ის მუხტი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ხელოვნების ნიმუშებშია, ყოველთვის არის მისი ეპოქის პირმშო და მისი ეპოქის ნაყოფი, ეს ორჯერ 2-4 ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება რომ ეს ასე არ არის და ძალიან საინტერესოა მხატვრების პოზიცია ამ თვალსაზრისით, რომლებიც ნაკლებად გამოხატავენ სხვათა შორის და არასოდეს არ აქვს სურვილი იმისი რომ ისაუბრონ, ახლა კი არა ჩვეულებრივ დროშიც მე მაქვს ესეთი ურთიერთობები მუდმივი და აი როგორ უნდა მოიყვანო ვინმე გადაცემაში რომ რა თუ დასხდნენ მე კარგად საუბრობენ, მაგრამ მოსვლა არასოდეს არ უნდათ. აი როგორია მათ მიერ ახმა ამ ყველაფრის და დღეს ერთმა მითხრა და მართლა ეხა მხატვარმა გავიფცეო რო თქვა სასაცილოა, იმიტომ რომ მხატვარი რეალურად აი ამით აზროვნებს, ფუნჯით აზროვნებს, მუდმივად მას გაჩერება ალბათ არ შეუძლია. არა, სამწუხაროდ შეუძლია, იმიტომ რომ მხატვრებზე ძალიან მოქმედებს გარემო, ესე ვთქვა და სხვადასხვანაირად. აი ზოგი მხატვარი პირიქით აქტიურდება მისი ყველაფერი ეშთაგონება, ზოგს პირიქით ისე ლახრავს, ესე ვთქვა, ჩინაგანად, რომ ვერაფერსაც ვერ აკეთებს და ნუ მხატვრების განწყობა ეს არის, რომ საერთოდ აი მხატვრები ყოვლად მოწყვლადი ჯგუფია, ესე ვთქვა, სხვა ხელოვანებისაგან განსხვავებით, იმიტომ რომ არასოდეს არ მოვიდა ის დრო განსაკუთრებით რეგიონებში, რომ ჩვენ ესე ვთქვათ შესაბამისი დაფასებას ვერ ვიტყვი. ადგილი და პირობები გქონდეს, დიახ, იმით და აი ევროპული მომავალი ზუსტად ამიტომ ჭირდება ჩვენს მხატვრებს და ზოგადად ხელოვნებას, რომ აი მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ ევროპაში და ვხედავთ რა თავისუფლად სუნთქავს იქ ხელოვანი. და პირადად ჩემი მოსაზრება და განწყობა არის, რომ არასოდეს პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იყოს შეფასებული და დაფასებული ხელოვანი. ის მხოლოდ თავისი შემოქმედებით უნდა იყოს და ამ შემოქმედებისთვის უნდა მიეცეს მას საშუალება და როდესაც ხელოვანი პროტესტს გამოხატავს, მით უმეტეს მხატვრები, რომლებიც მაინც ძალიან ჩაკეტილი ხალხია, ესე ვთქვათ, ნაკლებად ეხერხებათ, ესე ვთქვათ, გამოხატოთ. თუ ამ ზომამდე მივიდა რომ მათ ხმა მოიღეს, ეს არის მხოლოდ დიდი usამართლობის განცდით გამოწვეული. ძალიან დიდი მადლობა მაიკო, ისე უნდა გავაგრძელოთ ჩართვა. ჩვენ რუბრიკა ქართველი ხელოვანები უცხოეთში ითვალისწინებს არა მარტო იმ ადამიანების შემოქმედებაზე საუბარს, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობენ, რომლებიც არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან საქართველოში და პრაქტიკულად მუდმივად კონტრაქტები აქვს სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა საოპერო თეატრებთან. სალომე ჯიქია იქნება ეხლა ჩვენი სტუმარი, რომლის არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება გაგვიშუქებია გადაცემაში. სალომე არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონტრაქტი უამრავ საოპერო თეატრთან და ძალიან ხშირად მოგზაურობს. ამჯერად როგორც ვიცით, თბილისში ხარ, ხო სალომე? მოგესალმებით. საღამო მშვიდობის მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხარ და ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც ხდება. ესეთ ამას გულგრილად, ნამდვილად ვერ შევხედავ მე როგორც რიგითი მოქალაქე. ნამდვილად ვერ ვუყურებ როგორ დაუნდობლად ურტყამენ რიგით მოქალაქეებს, არტისტებს, ბალერინებს. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანია, იგივე ჩემი კოლეგის შვილის თემას ვუყურებ და ეს იყოს შემზარავი ჩემთვის პირადად. მე დავდივარ მიტინგზე და ის წიხლი შეიძლება მეც მომხვდეს, ხო? ასე რომ არავინ ის რომ მე ჩემი პოზიცია გამეშია და ის რომ მე ვაპროტესტებ აი ამ ჩვენს ესე ვთქვათ როგორ შეცვალა ხელისუფლებამ კურსი და გეზი აიღო იმ იქითკენ საითაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა და პირიქით ვიბრძვით რომ
ვიყოთ იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი და რატო გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ფასი და თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იყოს ღირსეული მოქალაქე თავისი ქვეყნის და არ ეშინოდეს მას იგივე პროტესტის, იგივე იმის თქმის, რომ აი ეს ასე უნდა იყოს, ეს ჩემი უფლებები უნდა იყოს დაცული. ასე რომ ძალიან გული მტკივა უზომოდ და ყველა ვინც დგას მიტინგზე, ეს არის მართლა ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები დგანან. ისეთი სიმშვიდეა და ისეთი საოცარი ატმოსფეროა, უნდა მოვიდეს ის, ვინც შეიძლება აკრიტიკებს ამ ყველაფერს და შორიდან უყურებს, ის, ვინც ასე ვთქვათ, ნეიტრალურ პოზიციაშია, უნდა მოვიდეს და თავისი თვალით ნახოს თუ როგორი ადამიანები დგანან დღეს მიტინგზე და რას ვითხოვთ ჩვენ თითოეული მოქალაქე. სალომე, როგორ ფიქრობთ, აი ეს სიტუაცია, რომელიც ახლა არის, რამდენად შეიძლება გახდეს შემაფერხებელი გარკვეული კონტრაქტების, რომელიც გააქვთ უკვე დადებული და რომელიც მომავალში უნდა მედი მაქვს, რომ ეს შეფერხება არ მოხდება, მაგრამ იქ თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდა ნელ-ნელა ჩვენ ვშორდებით ევროპულ ასე ვთქვათ სტანდარტებს ხო რაც პირიქით ჩვენ ბევრი პუნქტი უნდა შეგვესრულებინა შეიძლება ძალიან გამიჭირდეს მე ევროპაში დასაქმება და არ ვიცი ეს არის საგანგაშო და მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად თითოეულმა მოქალაქემ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა რომ გააპროტესტოს აი ესე თქვა ესეთი უხეში განცხადება ხელისუფლების რომელმაც თქვა ბრძანა რომ 2028 წლამდე იგი წყვეტს ევროპულ ოჯახთან ყველანაირ მოლაპარაკებას ეს არის აი ესე თქვა ნაჯახი ზურგში ჩემთვის პირადად როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქისთვის. ძალიან დიდი მადლობა სალომე, ძალიან მძიმე ნოტაზე შევაჩერეთ საუბარი, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი ჩართვა და ამიტომ უნდა დავასრულოთ. გმადლობთ და მე ვფიქრობ უახლოეს პერიოდში ჩვენ ისევ ვისაუბრებთ თქვენ შემოქმედებით მიღწევებზე. ძალიან დიდი მადლობა სალომე ჯიქია იყო ჩვენთან ერთად და დავბრუნდით მაიასთან სტუდიაში ესე ვთქვათ ძირითადად ჩვენ საუბრობდით აი იმაზე როგორ რეაგირებს მხატვარი მოვლენებზე რომელიც მიმდინარეობს და ამას არ აქვს სხვათა შორის მნიშვნელობა ეს რაც ხდება დღეს ეს მოცემულობა გვაქვს თუ უბრალოდ პასიური მდგომარეობა და პასიური დამოკიდებულებაა მათი შემოქმედების მიმართ. მოკლედ ყველა ადამიანი ხა ალბათ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხელოვანია თუ არა ხელოვანი დავიწყე აზრი და ვეღარ დავამთავრე ძირითადად უსამართლობის განცდა გამოყავს გარეთ ხო და რა არის უსამართლობა რომ არასოდეს დაუშვათ არ დაისაჯა ვიღაცა პარტიული ნიშნის გამო რაღაც დარღვევისთვის ამ დროს ადამიანი რომელიც ითვლება რომ არ არის მათი მომხრე იმისთვის არაფერი არ შეიძლება დაუშვათ და ეს ყოველთვის დაისჯება ეს არ უნდა იყოს 21 საუკუნის საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში მე ასე ვფიქრობ ეს არის ყველაფერი და ნუ არ ვიცი ხელოვანები ამას განიცდიან არ აქვს მნიშვნელობა მხატვარია მუსიკოსია მწერალია რა ვიცი ყველა განიცდის ჩვენ ადამიანები ვართ ჩვეულებრივი და უფრო მგრძნობი არაებიც და არასოდეს არ წამოვიდა დიალოგზე დაუშვათ არავინ რომ ჩვენთვის რაღაცა შეეთანხმებინათ რაღაცა დაუშვათ რა ხდება როგორ ხდება რატომ ხდება რა იქნება თქვენთვის უკეთესი დაუშვათ ყოველთვის რაღაცა მოცემულობის წინაშე გაყენებენ და ეს უნდა მიიღო ისე როგორც გეუბნებიან შეიძლება იყოს ალტერნატიული აზრი რომელსაც ძალიან ბევრი ხელოვანი იყენებს იმ პროექტებს იმ კონკურსის ფარგლებში გამოცულ პროექტებს რომელსაც თავაზობს დაუშვათ სხვა რამეა მაგრამ როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს დაუშვათ რაღაცა აი თუნდაც რამ აღაშფოთა ეხლა მარტო ხელოვანები არა სრულიად საქართველოს რომ განათლების სისტემის პროგრამაში შევიდა რაღაც ცვლილება ხო შეიძლება და ამაზე რაღაც დებატები გამართულიყო და ვიღაცა ამის აუცილებლობა. ხო, ნუ შეიძლება აუცილებელიც არის, მაგრამ გამაგებინე რატომ მეუბნები? მე არა ვარ ის რომ შენ
მეტყვი რომ ეს ასე უნდა იყოს და მორჩა იგივე როგორაც დაიწყეს მაშინ ეს განათლების რეფორმა, რომელსაც ვერ მოაბეს თავი და არაფერი სასიკეთო დიდი არ მოუტანია და ამას დღემდე არ იმჩნევს დაუშვათ მთელი ეს სისტემა, რომ იმის მაგივრად რომ მასწავლებლებისთვის შეექმნათ უკეთესი პირობები და სკოლებს რემონტის გარდა რომ უფრო სხვა რამ ჭირდებათ დაუშვათ ის რაც გაზდის უკეთეს თაობას, იმიტომ რომ ეხა სხვა მოცემულობაში არიან, სხვა ბავშვები მოდიან. იმათთან ის განათლების ის არ მოდის, რაც ჩვენ დროს იყო, ხო? ჩვენ გარდახელოვანებისა, ასევე პედაგოგები ვართ, ლექტორები ვართ. ჩვენ ხედავთ, რომ სხვა თაობაა და ამათ სხვა სწავლების სისტემა ჭირდება, თუმცა საამისოდ არაფერი არ გადადგმულა და ერთხელაც არ ვკითხა არავინ. ამდენი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს და ამ დროს ბატონო, ყველაფერი არის დაუშვათ და ყველა იმაში რომ აი გაყენებენ და არასოდეს, მე ხა ვერ ვიტყვი რომ რადიკალურად ჩვენს რეგიონში ასე თუ ისე ძალიან დიდი დახმარება ყველაფერი, მაგრამ საერთოდ აი გლობალურად თვითონ საქართველოს მასშტაბით აი წინსვლა მე ვერ შევატყო ყველაფერს და კიდე ერთი რამ რაც მინდა ვთქვა. აი იყო ესეთი რაღაცა რომ ხელოვანებს რაც შეეხება წინა წელს არ მახსოვს 1 თუ 2 წლის წინ კულტურის სამინისტრომ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები შეისყიდა მუზეუმებისთვის. როგორ შეირჩა ეს? ვინ იყო ისა და მხოლოდ ამაში მოხდა რამდენიმე მხატვარი, ისიც თბილისელი. არც წამოსულა რეგიონებისკენ ეს, არც ქუთაისი, არც ზუგდიდი, არც ბათუმი, თუმცა ჩვენი მხატვრები არაერთი გასული საზღვარგარეთ, რომლებიც ძალიან კარგ შეფასებებს იღებენ, ერთხელ არ მოუკითხავს ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუშვა და ამ მიზნით არ გაუკეთებია ეს, როცა მოხდა ესეთი რამ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. აი სწორედ ეს არის, აი ესეთი მომენტები გროვდება და ბოლოს უკვე ამოიფრქვევა ზუსტად იმ მომენტში, როცა ესეთი კრიტიკული სიტუაცია. ძალიან მოკლედ მინდა რომ დავასრულოთ, ჩვენ მე ერთი ჩართვა გვაქვს და აი ბოლოს რა შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თანამოაზრეებს, ხელოვანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გარეთ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სახლში და გარეთ არ გამოდიან. მე შემიძლია უთხრა, რომ სათქმელი ყოველთვის უნდა თქვას ადამიანმა და უნდა თქვას ძალიან კორექტულად და მკაფიოდ და კარგად. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს თქვით. დიახ, და არ არის საჭირო ამისთვის გინება, წყევლა, უხეში ფორმები, ნაჯახის სახივით დახვდე და მიახალო ვიღაცას, რომ ჩემსავი თუ არ ფიქრობ შემტერი ხარ. ხელოვანი იმიტომ ხარ და კულტურული ადამიანი იმიტომ ხარ, რომ წესიერად გააგებინო ადამიანს შენ რა გეწყინა. და მეორე მხარემაც უნდა მოგისმინოს და უნდა მიიღოს ის, რომ მე ეს მეწყინა და ეს არის ჩემთვის მიუღებელი და ის, რომ საქართველოში ჩვენ ყველა მერთად უნდა ვცადოთ პროგრესისკენ წასვლა და არა რეგრესისკენ და უნდა გაითვალისწინოს ხელოვანების აზრი და მოვძებნოთ პროგრესისკენ მიმავალი სწორი გზა და ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ამაზე ორიენტირებული, რომ სწორი გზა მოიძებნოს. ძალიან დიდი მადლობა. მაია ჭყონია მხატვარი გახდათ ჩვენთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და კვლავ გვაქვს ჩართვა სოფო გორდელაძე, მუსიკოსი, მომღერალი, ოპერის მომღერალი არის ჩვენთან ერთად. სოფოც ასევე არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სოფო და ეს ის დღეა, როცა ავსაუბრობთ იმაზე, რამდენად საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ. რა ხდება დღეს თქვენს ირგვლივ? სამწუხაროდ ფერმა გადაიწია, ალბათ რომელ ადგილზე მე არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე რამდენი დღეა ვცხოვრობთ, ვიღვიძებთ და ვიძინებთ იმითი იმ წარმოუდგენელი და შემაძრწუნებელი რეალობით, რომელშიც უცებ გავიღვიძეთ. მე ძალიან შეწუხებული ვარ, აი მართლა შეძრწუნებული ვარ იმით, რასაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ, ეს უკვე ცდება ყოველგვარი, არ ვიცი, ყველანაირ პოზიციას, აი ამ პოზიციაზე ვარ, იმ პოზიციაზე ვარ, ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ეთერში, ადგილზე, რუსთაველზე, მთელს ქალაქში ვადევნებთ თვალს აი ადამიანების ფუნდამენტური უფლებების როგორიც არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უფლებების უხეშ დარღვევას, ხო? სხვათა შორის დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა, რამდენადაც მახსოვს. სიმბოლურია ეს ყველაფერი. და აქ უკვე ხელოვანი, არახელოვანი, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი ძალიან ძნელი აქ გაჩუმდე და ელემენტარულად ადამიანური ემპათია არ გაგიჩნდეს, ადამიანურად, აი შინაგანად არ გაგიჩნდეს პროტესტი ამ ყველაფრის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, დღეს თუ არა ხვალ თუ არა ზეგ, თუ ამას ჩვენ ყველანი ერთად რაღაცნაირად არ შევეწინააღმდეგებით და
არ ვეცდებით რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ეს წარმოუდგენელი რეალობა ხანდახან აი მართლა დილით ვიღვიძებ და დაფიქრება მჭირდება რა ხდება ჩვენს თავს. რასაკვირველია, ძალიან რთული ვითარება, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა, ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ მე იმედი მინდა დავიტოვო, რომ მალე ისეთი რეალობა იქნება ჩვენს ირგვლივ, სადაც ადამიანებს არ შეეზღუდებათ სიტყვის გამოთქმის, თავისუფლების, სწავლის, სიცოცხლის უფლება და ადამიანებს სიცოცხლის სიხარული და სიყვარული დაუბრუნდებათ. ეს არის ყველაზე აუცილებელი მოცემულობა, რაც ნორმალური ქვეყნის აშენებისთვის იქნება საჭირო და აუცილებელი. მეც ამისი იმედი მაქვს ჩვენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რაც მახსოვს ამისთვის ვიბრძვით ვისაც როგორ შეგვიძლია როგორც თქვენ მასტუმარმაც აღნიშნა ხან იქედან ვადევნებთ თვალს ხან აქ ვართ და გავართ იქ სადაც უნდა ვიდგეთ და ევროპაც ეს ევროპა ჩვენთვის ხომ არ არის გეოგრაფიული მდებარეობა რა რომ მხოლოდ სადღაც ჩავიდეთ ეს არის ზუსტად ღირებულებები რაც ჩამოთვალეთ აი ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით ჩვენ არ გვინდა დაბრუნება რუსეთში არ გვინდა დაბრუნება იქ სადაც ადამიანის უფლებები არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ანუ ჩვენ ამისთვის ვიბრძვით რომ ევროპა იმიტომ გვინდა რომ იყოს კეთილდღეობა დაცული იყოს ჩვენი უფლებები ფუნდამენტურ უფლებებზეა საუბარი და ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი ამ ღირებულებების საფუძველზე ანუ ეს არის ის რამაც გამოიწვია საზოგადოების ამხელა ნაწილის შეშფოთება და რისთვისაც თავიდან გავედით ხო ყველანი გასაპროტესტებლად მაგრამ ეხლა უკვე ისეთ ზღვარს გადასცა ეს ყველაფერი რომ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება მართლა წარმოუდგენელია რომ ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს რომ ყოველ ღამე იქ გავდივართ და არ ვიცით დღეს ღამე ვის რა როგორ დაგვარბევენ ძალიან დიდი მადლობა სოფო იმისთვის რომ დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ და სურვილები იმისა როგორ შეიძლება ნორმალურ გარემოში ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა სოფო გორდელაძე იყო ჩვენთან ერთად. გხატა ჩვენი აზრი. მადლობთ. მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი. არატიპური, არატრადიციული, მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა არ შეიძლება ჩვეულებრივად ვისაუბროთ შვიდად ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სურვილს, რომ უახლოეს პერიოდში დადგეს ის რეალობა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის მისწრაფებებს და სურვილებს ექნება განსაკუთრებული ფასი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე.